კომუნიკატორი კვლავ ეთერშია და ძალიან საინტერესო სიუჟეტი ვნახეთ და ანა აბაკელიაც კარგი მეუბანი გამოდგა. როგორც ჩანს, ერიდით. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სიუჟეტი იყო ამ სეზონის. კარგი, წარმოგიდგენთ სტუმრები, ალექსანდრე ხანთაძე, ლარპის ფედერაციის პრეზიდენტი და გიორგი ბარამიძე, ლარპის მოთამაშე. დიდი მადლობა. გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედით. ეხლა არ ვიცოდი რა ხდებოდა, ასე მგონია შუა საუკუნეებში და რაღაც საკანში დილეკში გარდაქმნა გადაერჩა. დავიწყოთ იმით, რომ კი იყო სიუჟეტში საუბარი იმაზე, რომ მაქსიმალურად არის გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები, ხო? ბუნებრივია გარკვეულწილად ახლა ვნახეთ, რომ ისე რაღაც ბილი მასალის გაკეთდება, ამაზეც ვისაუბრებთ, ხო? ვინ არის თქვა პასუხისმგებელი, ნუ რისკისგან არ არის არავინ დაზღვეული, ხო? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, ეს ფედერაცია არის პასუხისმგებელი და ამ წესებს როგორ არეგულირებთ? ჩვენი წესები შემუშავებულია ჩვენი ფედერაციის მიერ ნაწილი და ნაწილი უკვე თვითონ თამაშის ოსტატებთან ერთად შემუშავეთ. უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკონტროლოთ იარაღების დარბილებულობა. ეს ალბათ საერთაშორისო გამოცდილებასაც იზიარებთ, ხო? საერთაშორისო სტანდარტები გვაქვს შემუშავებული იარაღები, რის გაუნდა დამზადდეს. ალბათ ზონასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამასთან შემთხვევაში. ფორმას, შვილს რამდენი უნდა კონდეს, ასე ვთქვათ, ზონაში მოჭიმვა და ასე შემდეგ. ყველაფერს ვცდილობთ, რომ დავიცვათ ყოველი ღონისძიების წინ. ვცდილობთ, რომ შევამოწმოთ ყველაფერი, სულ თან გვაქვს სპეციალური პირველი დახმარების ასე ვთქვათ, პაკეტები, რომლებიც საჯებს თან დააქვთ რაიმე შემთხვევაში, რომ მოხდეს იმის პრევენციისთვის. მაგრამ ნუ არის რაღაცა მცირე რისკები, მაგრამ საბედნიეროდ ერთი წელია უკვე ვატარებთ ამ ღონისძიებებს და რაღაც დიდი ესეთი არაფერი არავის არ მივხვდი. აი მაგალითად თქვენ ეხლა რაც აბჯარი ქვია, ხო ალბათ ახლა წარმოგვიდგენილი ეს რამოსალისგან თქვენ თვითონ დაამზადეთ, ხო? არა, ეს მე დამზადებია ლევან კალატოზიშვილი არის ძალიან კაი ოსტატი რკინის აბჯრის დამზადებაში, იმან დაამზადა ჩემი მეგობარი, მაგრამ ეს კიდე საბჯარი კიდე სრულად ყავისგან დამზადებულია, თქონდა ხელით. ერთი მამა ჩემის მეგობარი დაგვეხმარა და დანარჩენი უმეტესი ნაწილი ჩვენი დამზადებული. ეს დიზაინის აი რის მიხედვით არის რამე ვიდეო თამაშია? ეს დიზაინი, ანუ არის ნახევრად სამურაის სტილის, ანუ როგორც აი ეს, მაგრამ შერეულია სხვა სტილის რაღაც ნაწილებიც, როგორც ეს კამარი და ეს ნაწილი. სხვადასხვა კულტურის ელემენტები აქვს, ხო? კი, სხვადასხვა კულტურის ელემენტები, ანუ საერთოდ ცოტა შერეული გამოვიდა რა. ასაკობრივი ჯგუფი თუ არის საერთოდ განსაზღვრული თქვენთან რამდენი წლიდან შეიძლება მაგალითად ლარპის თამაში? ეს თქოს თუ ასაკობრივი ბარიერი კაცრად არ გვაქვს დადებული. ეს იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც 13-12 წლის მოთამაშე ბევრად უფრო პასუხისმგებლობის გრძნობს ქონე და ესეთი გააზრებული მოთამაშე იყოს. ისეთ შემთხვევაც გვაქვს, როდესაც დასრულ ადამიანს თავისი პატარა ბავშვი მოყავს 6-7 წლის, რომელთან ერთადაც არის სულ და იმაზე აგებს პასუხს რეალურად. შესაბამისად, ესეთ კაცრი ბარიერი არ გვაქვს, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ 12-13 წელს ქვემოთ მოთამაშეები არ ავიყვანოთ ხოლმე თამაშს. დარწმუნებული ვარ, რომ მოიხიბლა ჩვენი მაყურებელი ძალიან თქვენი გარეგნობით აბრიჯდრით ამ ძალიან საინტერესო მე ამ ფარზეც აუცილებლად ვილაპარაკოთ. როგორ შეიძლება ვიღაც თქვენ შემოგიერთეთ მაგალითად გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და დააინტერესა ამ თამაშმა? იმისთვის, რომ ჩვენ შემოგვიერთდეს, აუცილებელია გაიცნოთ ჯერ ჩვენ წესებს, რომელიც გვაქვს ატვირთული LARP-ზე, საიტი არის. რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს, რადგან სრულად ახალი გაშვებულია, მაგრამ უახლოეს მომავალში ბევრად უფრო დაიტვირთება ინფორმაციით. წესებს წაკითხვისთანავე გაიგებს იქ თუ რა მცირე გადასახადი აქვს გადასახდელი, რას მიიღებს, რა ეპიკიროკით უზრუნველყოფთ მას. აღჭურვალთ მას სპეციალური პასპორტით, რომელიც იქნება მისთვის საშვილ ლარპის ღონისძიებებზე. და ამ წესებში არის ეს ყველაფერი მოცემული და წესების გაცნობის თანახმად ის თითქმის თავისუფალია ამოვიდა ჩვენთან და ითამაშა ჩვენთან ერთად. ალექსანდრე, მოდი სცენარზე მინდა ჩაგეკითხოთ, აი როგორ ხდება თქვა სცენარების შედგენა, ხო? რამე კონკრეტული ისტორიული მოვლენების, ბრძოლების თქვა მოდელირებასთან გვაქვს საქმე. თქვენ თვითონ წერთ სცენარებს და აბსოლუტურად თქვა არ ხართ მიღმული თქვა ისტორიასთან, აი ეს ინტერესი, დაინტერესება ამ ხრივაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა ცოტ მომინდა, ეხლა მაგალითად გავხდი მაკედონიის ლაშქარში ვიყო და რაღაცა მოახდინე. თამაში მიმდინარეობს ორ დონეზე, ასე რომ ვთქვათ. ერთი დონე არის რაღაც ძირითადი ვირტუალური დონე, რაც გამოისახება იმაში, რომ ყოველი მოგების ან წაგების შემდეგ იწერება სამყაროს ისტორიაში რაღაც ახალი თავი, ასე რომ ვთქვათ. ეს სამყარო მთლიანად ჩვენ მიერ არის დაწერილი, ჩვენ მიერ გამოგონილი სახელმწიფოები, ორდენები და რაღაც იმპერიები მოქმედებენ მასში. და ამ იმპერიების და სახელმწიფოების ინტერესებს წარმოადგენენ ისინი. მეორე დონე თვითონ თამაშის სცენარის ან თამაშის სრულობის არის ჩვენი ორგანიზატორების მიერ მოფიქრებული რაღაცა
ორდროშობანა თუ რაღაც ტყვეების გამოხსნა თუ რაღაც ესკორტირება, ეს ყველაფერი თვითონ თამაში არის უკვე ჩასმული და მხოლოდ ამათი წარმატებით ან წარუმატებლად შესრულების შემდეგ იწერება ის თამაშის ისტორია, ასე რომ ვთქვათ. ანუ იერარქიულიც არის ეს თამაში, ზოგიერთ ძალას ვთქვათ, მეტი ძალაუფლება აქვს ან რაღაც სხვა ძალებიც მოქმედებს, გარდა იმისა, თუ ვინ მოიგებს ან წააგებს თამაში. კი, არის სხვადასხვა სახის დაჯგუფებები, არის დაჯგუფებები, რომლებიც ძალიან სტრუქტურიზებული არის დაჯგუფებები, რომელიც უბრალოდ ერთი ლიდერის გარშემო შეკრული. თუმცა მოთამაშეების არჩევანი არის რეალურად იქნებიან თუ არა ამ დაჯგუფებებში თუ მარტო ინდივიდუალურად ითამაშებენ. ასე რომ ამ შემთხვევაში არ ყავს შეზღუდული. აი რომელი გილდიები ახსენე, ხო? აი რომელი გუნდი არის ხოლმე ყველაზე ხშირად გამარჯვებული, შეგიძლია გითხრათ ან აი სტრატეგოსი ვის ყავს ყველაზე ბიჭიერი, მაგარი. ესე ვერ ვიტყვი კონკრეტულად ამჟამად, იმიტომ რომ ეს სეზონი, ასე ვთქვათ, რაც მიმდინარეობს, სულ რაღაც ჭიდილი არის ერთმანეთში, ნუ ძალიან ცნობილი არის მაგალითად ქორების დაჯგუფება, მე წარმოვადგენ მაგალითად ინკვიზიციას, რომელიც ჩვენ სამყაროს ინკვიზიციისგან განსხვავდება. ბევრად უფრო ლიბერალურები და ლოიალურები ვართ. გიორგი წარმოადგენს და როგორც ესე გმული გენერალი რა, ანუ საბრძოლო გენერალი, რომელიც წარმართავს ბრძოლას. ანუ ჩემ ხალხს მე გამკვალებავ. ანუ შენ ყავს მთელი დაჯგუფება ადამიანს, რომლებიც გემორჩილებიან და შენ მართავ. კი, მაგრამ ანუ ჩვენთან არის საბჭო, არ არის ერთპიროვნული მმართველობა არა, ანუ ყავს საბჭო, რომელიც ანუ მე როგორც გენერალი საბრძოლო და ყავს კიდე პოლიტიკური წევრები, რომელიც საერთოდ პოლიტიკას განაგებენ. მე სიტყვაზე შეხება არანაირი არ მაქვს პოლიტიკას, იმიტომ რომ არც მაგ ხრივ არ ვერკვევი პოლიტიკაში ვერ ვერკვევი სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ კიდევაც და ამიტომ მარტო საბრძოლო რაც არის, ყველაფერი მე მეხება. ანუ ყველა თავისი ინტერესის მიხედვით ირჩევს იმას, თუ რა უნდა აკეთოს, რა როლი უნდა დაიკავოს და საინტერესო იყოს სიუჟეტში ნახსენები ის, რომ როდესაც მოგვეზრდება მაგალითად გენერლობა ან ინკვიზიტორობა, შენ შეგიძლია შეიცვალო შენი როლი და გახდე აბსოლუტურად სხვა მოთამაშე. ხო, რამდენად ხშირად ხდება ეს, თუ რაღაცნაირად ებმევი ამ შენ როლში და გიწევს თამაში შემდეგ დროის მანძილზე. ანუ ისეთი რაღაცაა, როდესაც როლში შედიხარ, აი, როგორც ჩვენი ცხოვრება ხო ჩვეულებრივია და სინამდვილეში, ჩვენ ხო ახლა აღარ გვინდა რაღაც სხვა რო გავხდეთ რაღაც ხრი. იქაც ეგრეა, ანუ რაღაცა იღებ და შენ მიზნებისკენ მიისწრაფვი რა და ხანდახან კი არის ეს შემთხვევები, რომ სიტყვაზე სხვა პერსონაჟი გინდა რომ იყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის ხარ, რაც შენი პერსონაჟი თავიდანვე ჩამოაყალიბე და იმის მიზნებს მიყვები რა და აი რაღაც საბოლოო მიზანს მიაღწია. ანუ მოცულ მას აკეთებ შენს პერსონაჟთან და როგორც ვიდეო თამაშის ანუ პერსონაჟს არჩევ როგორ ხდება ხა, ანუ რაღაც ნაწილი შეიძლება თამაშიდან აიღო ან რამე ისტორიიდან, რაც შენ მოგწონს და რაღაც რა თქმა უნდა არის შენი შინაგანი, რაც ამ პერსონაჟს შეუთავსაბამებს. შეიძლება საერთოდ ანუ შენი წარმოდგენებიდან შექმნა ესეთი პერსონაჟი, ან იმ ადამიანს დაემსგავსო, რომელიც შენთვის ანუ აი რომელსაც ადიდებ და სიტყვაზე, როგორც თქვენ ახსენეთ წეღან მაკედონელის, კი, შეიძლება თქვენი პერსონაჟი აი მაგას გავდეს, ან პირიქით თვით ეგ იყოს. მაგრამ მე მივიჩნე უფრო სწორად, რომ ადამიანი რაც თვითონ არის, რაც თვითონ თავისი აზრები ამოძრავებს, აი ესეთი პერსონაჟი შექმნას რა, რაც უფრო მაგისთვის ეგეთი იქნება რა და უმეტესობა ძალიან გამოგონილი რაღაცები. თუმცა რაღაც ესთეტიკა მაინც დაცულია, ხო, თქვათ ვერ ვხედავთ სუპერ გმირის სტილში ჩაცმულ ერთ ადამიანს, ანუ ეს რა პერიოდია თუ? ანუ ხო აგიხსნით მაგას, ანუ ჩვენ როგორც ლარპი არ არის თლად ისეთი ფენტეზი, რომელიც ჩვენ საუკუნეში შესაბამება, ეს არის შუა საუკუნეების ბრძოლების ინტერვალი. სპაიდერმენს არ მეიღებ, ხო? არა, რა თქმა უნდა, ანუ საერთოდ კონტექსტში არ ჩდება, სადაც ფარხმალია და შუბები და შულისრები, რა თქმა უნდა, ეხა ამ საუკუნის იარაღები იქ, რა თქმა უნდა, არ შევარანაირ კონტექსტში. ამიტომაც შესაბამისად ბეტმენი, არც სუპერმენი და ესეთი ანუ ძალიან ფენტეზი ამ საუკუნის ფენტეზი გმირებიაც არ არის. მებრძოლი ქალები თუ ყავთ? კი, რა თქმა უნდა, 30% საერთოდ 30% გოგო არის. საკმაოდ კარგი და ფიზიკურად იწევენ. კი, ფიზიკურად ძალიან დიდი ფილოსოფიისკენ წავიდეთ. მაინც აი თქვენ როგორ უყურებთ რა არის ესე უბრალოდ მარტო გართობის და დროის მოკვლის საშუალება? არის თქვათ რაღაც სუბკულტურა, შეიძლება რაღაც თქვათ პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმა იყოს, ხო, რაღაცის მიმართ. აი თქვენ როგორ? ჩემი აზრით ეს არის დაახლოებით, ანუ ლარპი ზოგადად ძალიან გავს, აი ბავშვები რომ უბანას თამაშობენ, ოღონდ ეს უკვე მართლა რაღაც ძალიან სტრუქტურიზებული, ძალიან გასერიოზებული და უკვე დიდ ადამიანებზე არის მორგებული და არის კატეგორია ადამიანები ჩემი აზრით, რომელიც თulis რომ აინტერესებს ის შუა საუკუნეების ტექნიკები, აინტერესებს თუ რა ხდებოდა რეალურად, როგორ გრძნობა იყო ყოფილი ბრძოლის ველზე. და ასეთი ელემენტები ჩემი აზრით თვითონ ლარპის საშუალებით ადამიანები სუბკულტურაშიც ერთიანდებიან, იმიტომ რომ ესაა ძალიან
ბევრი ადამიანი სხვადასხვა ისტორიის და სხვადასხვა ასე ვთქვათ უკანა ბექგრაუნდის მქონე ადამიანების გაერთიანება, რომელიც ერთად მეგობრებივით ვართ შეკრებილი თითქმის 200-ზე მეტი ადამიანი ვართ და თითქმის ყველასთან მაქვს უკვე რაღაც ემოციური მასე რა თქვა. და ეს არის კომუნა ხართ პირდაპირ და ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად სპორტადაც არ არის აღიარებული ძალიან ბევრი სპორტის ელემენტი აქვს და ძალიან ხელს უწყობს ჩემი აზრით ჯანსაღი ცხოვრების წარმოებისთვის ადამიანებს. გარდა ამისა ფანტაზიის უნარის განვითარებას ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ცოტა არის სხვათა კრიტიკული აზროვნებაც, იმიტომ რომ კრიტიკულად თუ არ აზროვნებ იქ მომენტებში გადაწყვეტილებების მიღება გიწევს ადამიანს. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებთ თუ სრული გაუჩნდებათ რომ შემოვიდნენ თქვენს გილდიაში და თქვენს საზოგადოებაში Facebook გვერდზე ლარპის ფედერაცია შეუძლიათ ახლა და მოგაყენოთ ხო? Facebook-ის გვერდზე უნდა მოძებნო უბრალოდ ქართული ლარპი, პირდაპირ ამოგდებს ჩვენ გვერდს, იქ შეუძლიათ მოგწერო პირდაპირ ან დააპოსტონ. ან LARP-ზე შემოვიდნენ, გაწევრიანდნენ და ჩაურობთ რა კითხვაც სურთ დაგვესვან. კონტაქტი დამყარდება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებებისთვის. მაყურებელს შევახსენებთ ჩვენი სტუმრები იყვნენ ალექსანდრე ხანთაძე ლარპის ფედერაციის პრეზიდენტი და გიორგი ბარამიძე ლარპის მოთამაშე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ახლა კი გადავედით ჩვენს ახალ რუბრიკაზე, რომელიც ქართული სიმღერა, ხო? ქართული სიმღერა ამჯერად ტრიო სამაია ის რამაც შევქმნა და მამღერებს ჩემო. და რაც მამღერებს. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.